შემუშავდა დაწყებითი საფეხურის საგნის მე და საზოგადოების სტანდარტის პირველადი ვერსია. სტანდარტის ეს ვერსია ავითარებს წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში არსებული მე და საზოგადოების სტანდარტს. იგი ამჯერად შედგება 3 ნაწილისაგან. პირველი ნაწილი ეს არის სწავლის მიზნები, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტისაგან და კაფიოდ გადმოსცემს თუ რა ღირებულებების და რა ფასეულობების მატარებელი უნდა იყოს მოსწავლე. სტანდარტის მეორე ნაწილი ეხება სწავლის შედეგებს. ეს შედეგები უფრო მეტად დაფუძნებული არის კომპეტენციების განვითარებაზე, მასთან ერთად მოცემული არის სტანდარტში ამ შედეგების მიღწევის ინდიკატორები და ასევე სამიზნე ცნებები, რომელიც უნდა გაითავისოს მოსწავლემ დაწყებით საფეხურზე. მოცემული არის 5 სამიზნე ცნება და ამდენივე სწავლის შედეგი. რაც შეეხება მესამე ნაწილს, იგი ეხება სწავლის შინაარსს და მოიცავს გარკვეულ თემატიკას, თუ რა თემების ფარგლებში მიმდინარეობს სწავლების პროცესი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 6 სასწავლო თემა მოცემული ამ სტანდარტის ვერსიაში. სტანდარტის ამ ვერსიაში აქცენტი კიდევ უფრო მეტად გადავიდა კომპეტენციების განვითარებაზე და ღირებულებით განათლებაზე. სტანდარტს წინ უძღვის მიზნების ნაწილი, რომელიც წინა ვერსიაში ნაკლებად იყო წარმოჩენილი და ამ მიზნებში ძალიან ხაზგასმით და მკაფიოდ არის წარმოჩენილი სწორედ ეს ღირებულებები და კომპეტენციები. იგივე ღირებულებები, კომპეტენციები კიდევ უფრო მკაფიოდ და დეტალურად და დაწვრილებით არის გაწერილი უკვე სწავლის შედეგებში და სწავლის შედეგების მიღწევის ინდიკატორებში და ასევე სამიზნე ცნებებში. ეს 3 კომპონენტი ერთთლიანობას წარმოადგენს და ისინი ერთობლივად ძალიან დეტალურად აღწერენ იმ კომპეტენციებს და ღირებულებებს, რომელიც დაწყებით საფეხურზე მოსწავლეში უნდა განვითარდეს. სტანდარტის ახალ ვერსიაში კიდევ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი საგანთაშორისი კავშირები. თავად საგანი მე და საზოგადოება თვითონ წარმოადგენს სხვადასხვა საგნების კავშირის მაგალითს. იგი მოგეხსენებათ დაწყებით საფეხურზე წარმოადგენს ისტორიის, გეოგრაფიის, მოქალაქეობის საწყისებს. ამ 3 საგნის, ესე ვთქვათ, კომბინაციას წარმოადგენს მე-3-მე-4 კლასელი მოსწავლეებისათვის განკუთვნილს. ამ საგნის სტანდარტით ძალიან მკაფიოდ არის ნაჩვენები, მაგალითად სამიზნე ცნებებს შორის კავშირები. მაგალითად, თუ ავიღებთ ერთ-ერთ სამიზნე ცნება ინსტიტუციას, იგი პირდაპირ უწყობს ხელს მოსწავლეებში სახელმწიფოს იდეის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას და ხელს უწყობს შემდგომ საფეხურებზე ისეთი საგნების სამიზნე ცნებების ათვისებას, როგორიც არის ჩვენი საქართველოს მე-5-მე-6 კლასებში და საბაზო საფეხურიდან ცალ-ცალკე ისტორიის, გეოგრაფიის და მოქალაქეობის საგნების სიღრმისეულ ათვისებას უყრის საფუძველს. მე და საზოგადოების ახალი სტანდარტი კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ინკლუზიურ განათლებას. სტანდარტის ის ნაწილი, რომელიც ეხება სწავლის შედეგებს და ამ შედეგის მიღწევის ინდიკატორებს, ქმნის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლისთვის განისაზღვროს შესაბამისი სწავლის სტრატეგია და შესაბამისი დაგეგმა. მოგეხსენებათ, სწავლის შედეგის მიღწევა არ ნიშნავს უკლებლივ ყველა ინდიკატორის დაკმაყოფილებას. ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება ყველა ინდიკატორი დაკმაყოფილოს, რაც შედეგს უკავშირდება ზოგმა 2, ზოგმა 3 და ეს მოცემულობა პედაგოგებს, სპეციალურ მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, რომ განავითარონ ინკლუზიური განათლების შესაძლებლობები სასწავლო პროცესში. სტანდარტის ახალ ვერსიებზე მუშაობისას ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო გადატვირთული პროგრამების განტვირთვა. თუმცა პროგრამის გადატვირთულობა ნაკლებად იყო ამ საგნის მე და საზოგადოების პრობლემა, თუმცა გარკვეული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მაგალითად, წინა თაობის სტანდარტში მოცემული იყო ყოველ თემაზე, ასე ვთქვათ, მიღწევის ინდიკატორები. ახლა ასე აღარ არის. შემუშავდა ზეთემატური, მხოლოდ სასწავლის შედეგებზე და სამიზნე ცნებებზე დამიზნებული ინდიკატორები, რაც პედაგოგს აძლევს საშუალებას, რომ კონკრეტულად კომპეტენციების და ღირებულებების მიმართულებით წარმართოს სასწავლო პროცესი და არ იყოს მისი მთავარი მიზანი უშუალოდ თემების, ასე ვთქვათ, ამოწურვა. თემები უბრალოდ საშუალება სწორედ იმ კომპეტენციებისა და ღირებულების განვითარებისთვის და ეს ინდიკატორები ზუსტად ამას უწყობს ხელს.
და ბოლოს ახალი სტანდარტი მასწავლებლებსა და სკოლებს უფრო მეტ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს. სტანდარტში მოცემული თემები სავალდებულოა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მოცემულია თემების სახელწოდებები და მათი ძალიან მცირე ზოგადი აღწერილობები. ის თუ რა შეიძლება, რა საკითხები შეიძლება ისწავლებოდეს ამ თემების ფარგლებში, ამის თავისუფლება სკოლებს, კათედრებს, პედაგოგებს ენიჭებათ და მათ შეუძლიათ აქ მოცემული თემების, ასევე წეღან-ნახსენები, შედეგების მიღწევის ინდიკატორების გამოყენებით სრულიად განსხვავებულად ერთმანეთისაგან დაგეგმონ ძალიან შემოქმედებითი პროცესი, სხვადასხვა საკითხების შეარჩიონ, რაც მათი მოსწავლეების შესაძლებლობებზე იქნება მორგებული.